ვაგრძელებთ მოგესალმებით, ვაგრძელებთ კორინთელთა ეპისტოლის კითხვას, პირველი კორინთელთა ეპისტოლის კითხვას და უნდა წავიკითხოთ დღეს მეორე თავი. ხოლო კერპთა ნაზორველთა მათთვის ვიცით, რამით ყოველთა მეცნიერება გვაქვს. აქ რაზეა საუბარი? ეს პირველი საუკუნეა, მოგეხსენებათ, პავლე მოციქული პირველი საუკუნეში მოღვაწეობდა და ამ დროს წარმართული სამყაროში კერპთა თაყვანისცემა იყო ახლა რა, ეს ჩვეულებრივი მოვლენა იყო და კორინთო იყო კორინთო დაუხასიათეთ თუ გახსოვთ ჩვენ, მეგაპოლისი იყო, სადაც ცხოვრობდნენ ებრაელებიც, იუდაური რწმენის მიმდევრები, ახალმოქცეული ქრისტიანული თემიც იყო და კერპთაყვანისმცემლებიც იყვნენ რა და ის ადამიანები, რომლებიც ეკლესიის წევრები იყვნენ, გარკვეულწილად შესაძლებელი იყო, რომ რაღაც კერპთაყვანისმცემლ რაღაც რიტუალებში მონაწილეობისკენ ებიძგათ ვიღაცებს, ან თვითონ მიიღოთ მონაწილეობა, იმიტომ რომ გაუთვისნობიერებელი ადამიანი ხანდახან ისეთ ნაბიჯს დგავს, რომელიც ახლა ღვთისმშობლის ეწინააღმდეგება. მაგალითად ახლა ზოგადად რო არ ვისაუბროთ, საქართველოში ცხოვრობდნენ ხალხი, რომლებიც ბიბლიურიერი იყო, რომელიც ოდესაც დღესასწაული ჰქონდათ, არიგებდნენ ამ რიტუალურ პურს, მაცას ახლა ხო იცით თქვენ ახლა რა, რომლის მიღება ქრისტიანისთვის არ არის, არ შეიძლება რა. ზოგიერთი, რომელიც თავი მონათლული იყო და თავს ქრისტიანად თვლიდა, ჩვეულებრივად იღებდა ამ მაცას. მე ამას იმიტომ რომ არ მიაჩნდა ეს არაფერი ისეთ დარღვევად. ამ დროს ცოდვა იყო, ხო? ძველადაც იყო ასეთი რაღაცა, რომ კერპს წირავდნენ მსხვერპლს და ნაკერპავი მერე სახლში მოქონდა და შესაძლებელია დაერიგებიათ მეზობლებისთვის, ანახლობლებისთვის, ან მისულიყავი იმ ოჯახში, სადაც შენი ნათესავი იყო კერპთაყვანისმცემელი და ეგ ნაკერპავი არ უნდა შეგეჭამო, ამაზე აქვს საუბარი პავლე მოციქულს. აქ იცი როგორ არის? თუმცა ჩვენ კორინთელთა ეპისტოლის და სხვა წმინდა წერილის განმარტებებს წავიკითხოთ, შეიძლება მრავალგვარი განმარტება იყოს რა, მრავალმხრივი და მრავალი კუთხით განხილული და ერთ-ერთი მოკლედ ესე არის. და აქ ერთი პირველი მუხლის მეორე ნაწილი საკმაოდ საინტერესო რაღაც არის, რომელიც დღევანდელობა ძალიან იხმიანი. მეცნიერება განალაღებს, ხოლო სიყვარული აღაშენებს. რა მეცნიერებაზეა საუბარი ახლა რა? თქვენ როგორც იცით, ცოდნა ეს ისეთი ფასეულობა, რომელიც ძალიან ძნელად მოიპოვება, ხო ესე რა? იმისთვის რომ შენ ცოდნა მოიპოვო, ბევრი შრომა გჭირდება, არ აქვს მნიშვნელობა ეს მეცნიერება არის, თუ რაიმე ხელობა, ახლა ჩვენ რამოდენიმე წუთის წინ საუბრობდით, ზაქარია ყვებოდა მჭედელობაზე რა. ახლა იმას ხელოვნურ ინტელექტს რამოდენიმე თვის წინ მკითხე, რაღაცა დეტალები ჩემი საქმის არაფერიც არ იცოდაო რა, ბევრი აურიაო და დღეს უკვე ინფორმაცია ესეთი მოგროვდა, რომ ძალიან საინტერესო რაღაცეები ვითხრაო, ისეთი რომელიც შეიძლება მეც არ ვიცოდი რაღაც გარკვეულწილად რა. ანუ როგორ ახლა ხელოვნურ ინტელექტს არ ვეხებით, ეს არის ის სფერო, რომელზეც და ჯერ კიდევ უნდა გავერგოთ ახლა რა როგორ არის რა. ერთი ის არის, რომ შეიძლება ეს ხელოვნური ინტელექტი გამოიყენოს ადამიანმა და რაღაც სარგებელი მიიღოს, მაგრამ ცოტა დასაფიქრებელია ახლა. ნუ ყოველ შემთხვევაში ეკლესიის პოზიციას დავილოდოთ ახლა. ცოტა სიფრთხილე კი საჭიროა და მოდი ამით შემოვიფარგოთ, რაც შეეხება ახლა მეცნიერებას. როდესაც ადამიანი სწავლობს, იძენს ცოდნას, არის დიდი ალბათობა იმისა, რომ ადამიანი მოიხიბლოს საკუთარი ცოდნით. ასეთი მოხიბლული ჩვენ ბევრი ვინახე ახლა. ხო იცით ახლა. და შესაბამისად ადამიანი ცოდნა აამპარტავნებს რიგ შემთხვევაში რა. და რაც ძალიან საფრთხილოა ახლა. ჩვენ რამოდენიმე კვირის წინაც ვისაუბრეთ ერთ ახალგაზრდაზე, რომელმაც ახლა წმინდა წერილი კარგად შეისწავლა და მე ეს გამოიყენა იმისთვის, რომ ეკლესიისთვის ტალახი ესროლა ახლა რა. ასე გამოვიდა. ანუ მეცნიერება გონებას განალაღებს. და ხოლო ღმერთიო და ანუ სიყვარული ადამიანს აშენებს და ამდაბლებს სიყვარულს ასწავლის. ეს კარგად უნდა ვიცოდეთ რა. უკვე თუ ვისმე გონიეს ვით არ იცის რაიმე, არასაღა უცნობიეს, ვით არ იგი ჯერ არ ცნობაი. ანუ ის ადამიანი, რომელიც თვლის, რომ რაღაცე იცის, ძალიან საშიშია ასეთი მდგომარეობა, იმიტომ რომ ეს არის ადამიანი, რომელიც დიდი ალბათობით შესაძლებელია, რა თქმა უნდა 100%-ით ვერ ვიტყვით, მაგრამ დიდი ალბათობით შეიძლება ჩავარდეს ხიბლში და ამპარტავნებაში. ამპარტავნება ჩვენ ვიცით, რომ არის დასაბამი, დასაწყისი ყველა ცოდვის ახლა, ხო? იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, რომ ბოროტის სული სწორედ ამპარტავნებამ დაცა. ნათლის ანგელოზი ლუციფერი გაამპარტავნდა და დაეცა. და ეშმაკათა სატანად იქცა, ხო? ასე რომ ძალიან სიფრთხილე ამისათვის საჭირო. რომ ამისგან ჩვენ თავი ავიღოთ და ახლა მოდი ძირითად გზავნილებზე გადავიდეთ ახლა რა. აქ არის კიდე გამახვილებული, იმიტომ რომ ეს ახლა არ არის ცელი თავი,
მაგრამ მოდი როგორც ახლა ჩვენ ბოლოს გადავწყვიტეთ, ძირითად გზავნილებზე გავამახვილოთ ყურადღება რა. ნაკერპავის ჭამასთან დაკავშირებით ასეთ რაღაცას ამბობს პავლე მოციქული, რომ თუკიო ჩვენ ძმას აბრკოლებსო რაღაცის ჭამა, არ შევჭამო ხორცო უკუნისამდე. ასეთი რაღაცაც არის ახლა რა. ხო, ზოგადად ახლა რო ვიცოდეთ, საჭმელი თვითონ კი არ არის ახლა მნიშვნელოვანი და განაუწყვეტი ადამიანის სულის ხონებისთვის ახლა. შეიძლება ადამიანმა შეჭამოს მარხვაში სახსნელო, იმიტომ რომ სხვა მეტი არაფერი არ გქონდეს და ეს კი იმას კი არ ნიშნავს, რომ დამთავრებულია მისი საქმე ახლა რა. მაგრამ ასევე გვაფრთხილებსო თუ კი ჩვენი საქციელი აბრკოლებს ჩვენ ძმას, ჩვენ მოყვას ის აქციელი არ უნდა ჩაიდინო რა. მაგალითად ახლა არის ესეთი მომენტი მოხდა ერთ-ერთი წმინდანის ცხოვრებაში, კერძოდ წმინდა სპირიდონის ცხოვრებაში, ჩვენ ბევრჯერ მოგვიყვება ეს ისტორია და ძალიან ნიშანდობლივი ამბავია, როდესაც წმინდა სპირიდონთან მიდის ერთი გზავრი, რომელიც ძალიან მშიერია. და ფაქტიურად ალბათ ისეთ მდგომარეობაში შეიძლება ითქვას იყო, რომ რაღაცა რო არ ეჭამა, აუცილებლად შეიძლება გარდაცვლილიყო რა. და იმისთვის რომ ეს ადამიანი გადარჩენილიყო, სპირიდონმა თავის შვილის, სპირიდონის ცოლ-შვილი ყავდა რა, თავის გოგოს უთხრა რომ წადით და რაღაც საჭმელი მოუტანოთ, მიდის ეს გოგო და საჭმელი არაფერია, სამარხო საჭმელიც კი არ ქონდა, ანუ სპირიდონი, წმინდა სპირიდონი მარხვაში იმ მომენტში საერთოდ საჭმელს არ ჭამდა საერთოდ რა. და მოიტანა ერთი ხორცი ქონდა, ხორცის ნაჭერი ქონდა, ალბათ ახლა შებურლილი თუ დამარილებული ხორცი, რომელიც გამოიტანა და იმისთვის რომ მოყვასი არ მოკმდარიყო, შეჭამა იმასთან ერთად. გამიგეთ? მაგრამ თუ იხედება ადამიანი რომ მაგალითად ჩვენ ვიცით რომ კიდევ ერთ მაგალითს მოგიყვანთ თევზის ჭამასთან დაკავშირებით. ხსნილი როცა არის თევზის ჭამა ოთხშაბათს და პარასკევს. ორი ასეთი პოზიცია არის ამას ჩვენ ადრეს გვითქვია. არის ხალხი რომლებიც ოთხშაბათს და პარასკევს ხსნილში აქვს საუბარი თევზს არ ჭამს. არის მეორე ჯგუფი ადამიანების რომლებიც ამბობენ რომ თევზის ჭამა შეიძლება. ახლა სვანების არ იყოს არც ერთი არიან ისინი ტყურები და არც მეორე ორი მართლები არიან ორი ვარიანტი შეიძლება არის მონასტრული ტიპიკონით მონასტერში ოთხშაბათს და პარასკევს ხსნილში თევზს არ ჭამდი მაგრამ არის მეორე ტიპიკონით რომ მეორე ისა სწავლება რომელიც თაწმინდელების სწავლება სხვათა შორის ჩვენი ქართველი მამების უწერიათ მათ შორის რომ თევზი თუ შეჭამს ადამიანი ხსნილში ოთხშაბათს და პარასკევს შესაძლებელია რა გამიგეთ? ხო და ასე უკვე თვითონ აკეთებს ადამიანის არჩევანი ახლა ისე შეჭამს თუ არ შეჭამს და ჩვენ არც ჭამელი და არც არამჭამელი არ უნდა განვიკითხოთ ახლა ამაზე აქვს საუბარი ხო და თუ ვიხედებით რომ ჩვენ დავჭექით სადღაცა და მაგალითად გადაწყვეტილი გვაქვს რომ ოთხშაბათს და პარასკევს ხსნილში ვჭამოთ თევზი მაგრამ სუფრაზე არიან ძმები დები ჩვენი რომლებიც ამ დღეს არ ჭამენ თევზს ხო ისინი ვარ დავაბრკოლოთ, განკითხვაში რო არ ჩავუდგოთ, მოდი ახლა იმ დღეს თავი შევიკავოთ, არ შევჭამოთ. ან და პირიქით ახლა, როდესაც ვიღაცები ჭამენ და შენ ახლა მიხვედი და ვთქარი, მე არ ჭამ, იცი რა? იმისთვის რომ ისინი უხერხულობაში არ ჩავარდო, ისინი განკითხვაში არ და შეჭამ ახლა იმ თევზს, ახლა არ დაიქცევა ამით ქვეყანა. გამიგეთ? აი ესეთ რაღაცაზე აქვს საუბარი რა. ხო ასეთი კიდე მომენტია რომ საჭმელი და ჭამა და სმა ჩვენ არც გვაახლოვებს მაინდამაინც უპარსთან და არც გვაშორებს ახლა რა. იმიტომ რომ თუ მაგალითად ადამიანი იფიქრებს რომ თუ არ შევჭამ მე ამით ღმერთს დაუახლოვდები, გამოდის რომ მორიელი ყველაზე ახლოს უნდა იყოს ღმერთთან. არის? და ძალიან ტკბილი და მურაბოთ უნდა გადაიქცეს, იმიტომ რომ როგორც ჩვენ ვიცით არის მორიელთა ზოგიერთი ჯიში, რომელიც მაგალითად 40 დღე დაღამ შეიძლება არ შეჭამოს, წყალიც არ დალიოს, მაგრამ რა გახდა ამით? ახლა უჭმელუსმელი ტკბილი და მურაბა გახდა, ტკბილი და მურაბა კი არა, ასეთი მორიელის ნაკვენა შეიძლება ადამიანის საიქიოს გაისტუმროს. გამიგეთ? ხო, მაგრამ ამასთანავე უნდა ვიცოდეთ, რომ საჭმელს მარტო ფიზიოლოგიური დატვირთვა არ აქვს ადამიანის ორგანიზმზე. ასევე ეს სულიერი თვალსაზრისით მნიშვნელოვანია ახლა რა. იმიტომ რომ ახლა შეიძლება ადამიანმა ესე რომ იფიქროს, რომ მე რა მნიშვნელობა აქვს შეჭამ თუ არ შეჭამ, არც ეს არ არის სწორი. ჩვენ უნდა შევიკავოთ, რა ქვია, საჭმელისგან, უზომო ჭამასმისგან თავი, მარხვა როცა არ უნდა ვიმარხულოთ, იმიტომ რომ ამით გარკვეულწილად ადამიანი აუძლურებს თავის სხეულს, აუძლურებს როგორც კი არა აავადებს და კი არა ავანტყოფებს ახლა და კი არა ასნეულებს. პირიქით ახლა ცოტა სუბუქად როცა არის ადამიანი, ვნებები უფრო ნაკლებად არის მერე და ბობოქროს ადამიანის გულში და შესაბამისად მარხვასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და თუ ადამიანს აძლევს ჯანმრთელობა საშუალებას, უნდა იმარხულოს აუცილებლად რა. ხო. ხო და ბოლოს ახლა ეს კი ვთქვით, მაგრამ ბოლო გზავნილი ახლა მე ცოტა წინ მომიწია თქვა და ბოლოს ამით შევაჯამოთ დღევანდელი ჩვენი საუბარი, რომ პავლე მოციქული ამბობსო
თუ ჩემ ძმასო აცდუნებსო ხორცის ჭამბავო არ ჭამო ხორცო უკუნისამდეო რა ასე აბოლოებს და მართლაც ახლა ჩვენ ვიცით სამონაზვნო დასი და ჩვენ ვიცით პავლე მოციქული იყო მონაზონი იყო უქორწინებელი იყო ცოლშვილი არ ყავდა და ფაქტიურად შეიძლება ითქვას რომ სამონაზვნო ცხოვრობით ცხოვრობდა და დღეს არიან ჩვენ ქვეყანაშიდაც მადლობა ღმერთს მონაზონები მამაკაცები და დედაკაცები რომლებიც უარს ამბობენ საერთოდ ხორცის საჭამაზე რა. რა თქმა უნდა არის ყველა არ არის ახლა ეს რო ვიცოდეთ რომ არ დაბრკოლდეთ იმიტომ რომ შეიძლება თქვენ სადღაც ნახოთ მონაზონი რომელიც შეიძლება ხორცს ჭამდეს ახლა რა. ეს ჩვენ არ ვიცით ახლა კონკრეტულად შეიძლება რაღაცა ჯანმრთელობის პრობლემა აქვს ან შეიძლება მისთვის ასე არის აუცილებელი არ არის ჩვენი საქმე ახლა ვინ რას ჭამს და რას არ უნდა მივაჩერდეთ ჩვენ მაგრამ არის მონასტრებისა და არიან მამები და დედები რომლებიც ნებაყოფლობით უარი თქვეს ხორცის ჭამაზე და აქ ერთი მნიშვნელოვანი ის არნიშნავს მათ ძულთ ხორცი პირდაპირ წერია ჯულის კანონში ვინც ახლა ხორცი შეიძულოსო ფაქტიურად ის ცოდვა შედის ახლა რო ვიცოდეთ რა ან ხორცის სიძულვილი არ შეიძლება მაგალითად ამიტომ არის ცოდვა ეგრეთ წოდებული ვეგანობას რო უძახიან ახლა რა ვეგანი კი თვითონ ღებულობს ადამიანი ამ გადაწყვეტილებას ეს მათი საქმეა ახლა ჩვენ არ გვაქვს უფლება რაღაცას რამე დავაძალოთ მაგრამ უნდა ვიცოდეთ რელიგიური თვალსაზრისით სიძულვილი ხორცის საჭმელი რომელიც ხორცით მზადდება არის ცოდვა რა იმიტომ რომ სამყაროში ღმერთმა შექმნა ყველაფერი ადამიანისთვის და საქმეციკულს როცა განმარტავდი ჩვენ მაშინ ჩვენ ამ თემაზე როგორც მახსოვს ცოტა დეტალურად ვისაუბრეთ როდესაც პეტრე მოციქულმა დაინახა დიდი ფარდაგი სადაც ყველაფერი ცხოველი იყო და ღმერთმა რო უთხრა პეტრეს დაკალი და ჭამეო რა ხო ასე რომ უბრალოდ ესე არის ეს საინტერესო იყო დღევანდელი თავი ну იმას რა იმ თემატიკასთან გამომდინარე რომელი თემატიკაში და დღეს ვართ ხო მარხვაში ვართ და შესაბამისად საჭმესასმელზე ორიენტირი ერთ-ერთი ჩვენი ყველაზე სუსტი ადგილია ახლა რა ჩვენ ახლა ჭამასთვის მოყვარული ხალხი ვართ და შესაბამისად მარხვაში ვიწევს ხოლმე რაღაცა ლაგამის ამოდება რომ ამით რაღაც ცოტა არ განვლაღდეთ და არო მარტო ადამიანი ცოდნით განლაღდება საჭმელითაც განლაღდება ადამიანი ახლა რა და რომლისგან ორივე შემთხვევისაგან თითოეულ ჩვენთაგანი დაიცა სუფალმა ღმერთმა. მოგრე დავასრულეთ დღევანდელი ჩვენი საუბარი და მომავალ კვირაში მომავალ შაბათს ისევ გავაგზავნებთ პავლე მოციქულის ეპისტოლის კითხვას. ამინ.